საქართველოს პატრიარქის საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით შერატონში საზეიმო ვახშამი მოიწყო, საპატრიარქოში კი მიღება გაიმართა. მსოფლიო პატრიარქთან და მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებთან ერთად ღონისძიებაზე ერთმანეთს ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდნენ. მათ პატრიარქის იუბილე კიდევ ერთხელ მიულოცეს და პრეზიდენტი და პრემიერი სიტყვითაც გამოვიდნენ. დღეს კი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად საქართველოდან გაემგზავრა და განცხადებაც გააკეთა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორე სახსრებიდან 35 წლისა და დაბადებიდან 80 წლის თავისადმი მიძღვინილი საიუბილეო ღონისძიებები შერატონ მეტეხი პალაში საზეიმო მიღებით დასრულდა. ღონისძიებას ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენელი კოაბიტაციურ რეჟიმში შეხვდა. პატრიარქის ორგანიზებულ მიღებაზე პრეზიდენტმა და პრემიერმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს იუბილე მიულოცეს. პრემიერმა ქვეყნისა და ერის წინაშე პატრიარქის დიდ დამსახურებაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა კი უწმინდესის და უნეტარესის ღვაწლი და მისი პიროვნება ილია ჭავჭავაძეს შეადარა. მე არაერთხელ მithქვავს, რომ მისი უწმინდესობა ისეთივე მასშტაბის ფიგურაა საქართველოს ისტორიაში, როგორც იყვნენ გადამწყვეტ მომენტებში ჩვენი ეროვნული ლიდერები. მე-19 საუკუნეში, როდესაც ითვლებოდა, რომ ქართული ეროვნული შეგნება უკვე ჩამქრალი იყო, როცა საქართველოს ეროვნული ერთიანობა და იდენტურობა გაქრობის პირას იყო, გამოჩნდა ილია ჭავჭავაძე, უბრალოდ ილია, როგორც მას მოხსენიებდა და მოიხსენიებს ქართველი ერი და მან შეკრა თავის გარშემო იდეა ქართული სახელმწიფოებრივი საქართველოს ერთიანობის. ამგვარად იყო ილია, საუკუნეში გამოჩნდა მეორე ილია მეორე. მე კარგად ვიცი, რა შემოთვლები ჰქონდა მისი უწმინდესობისგან, ვიცი ეს კარგად 2008 წლის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, რომ რაღაცა ესეთი როლი ეთამაშა ეკლესიას, რომელიც გარკვეულ დისტანცირებას მოახდენდა მას საქართველოს დამოუკიდებლობის და ოკუპაციას და არ შერიგების იდეასთან და ამას პატრიარქმა გაცა ძალიან ღირსეული პასუხი და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ პასუხს გასცემს და ჩაერთვება ყველანაირ მცდელობას შეუძლებს საქართველოს უკან რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებით. არაფერი არაა შემთხვევითი. რა თქმა უნდა, ეს დიდი სიყვარული, რომელსაც ქართველ ხალხს პატრიარქი უყვარს, რომელიც მე უაღრესად მიყვარს, რა თქმა უნდა, ეს მისი დიდი დამსახურება და მან ეს სიყვარულით მოიპოვა. სიყვარულით დიდხანს ცხოვრება და გეგრძელება უსურვოთ ჩვენს პატრიარქს. დღეს არა მარტო საქართველო, არამედ პრაქტიკულად მსოფლიო მართლმადიდებელი ქრისტიანობა ზეიმობს ჩვენი პატრიარქის დაბადების დღეს. საზეიმო მიღება საპატრიარქოში გაგრძელდა. მსოფლიო პატრიარქთან ბართოლომეოს პირველთან და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებთან ერთად მიღებას საპატრიარქოში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარეც დაესწრნენ. პოლიტიკოსებმა პატრიარქს იუბილე კიდევ ერთხელ მიულოცეს. ვისურვებდი, რომ 2013 წელი სიყვარულის წელი ყოფილიყოს საქართველოში. ეს ყოფილიყოს ჭეშმარიტად გაგრძელება იმ გზისა, რომელიც გააფორმა მისმა უწმინდესობამ. პრეზიდენტი გააცნობს, უფრო მეტად გიყვარდა, უფრო მეტად რატო უყარო? პრეზიდენტის და პრემიერის შეხვედრის შესახებ ისაუბრეს ილია მეორემ და მსოფლიო პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ამ დღეს ნამდვილი სასწაული უწოდა. გუშინ საღამოს მოხდა ისეთი ფაქტი, რომელიც არ ყოფილა 2000 წლის მანძილზე. სამმა პატრიარქმა დაუცა ახალი წელი და საქართველო და მთელი მსოფლიო. იყო კიდევ ერთი შესანიშნავი ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს საქართველოს მომავალზე. ეს იყო გამოვლინება სიყვარულის, პატივისცემის ერთმანეთის. საქართველოდან გამგზავრების წინ კომენტარი გააკეთა მსოფლიო პატრიარქმა. ბართოლომეოს პირველის განცხადებით ილია მეორემ შეძლო და ხალხი, მთავრობა, ეკლესიის ირგვლივ გააერთიანა.
მისი უნეტარესობის ილია მეორის ლოცვა კურთხევით მინდა გითხრათ შემდეგი. თუ კი ყოველ ჯერზე საქართველოში დიდი სიხარული ჩამოდიოდი, ამჯერად ჩემი ჩამოსვლა კიდევ უფრო სასიხარულო იყო, რადგან უწმინდესის ორი მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღი აღინიშნა. შესანიშნავად ჩატარდა ეს დღეები, ბედნიერი და განცვიფრებული ვარ. მიხარია, რომ ქართველი ხალხი გაერთიანებულია ეკლესიის და პატრიარქის ირგვლივ. ილია მეორე მხოლოდ სიყვარულს და ერთიანობას ემსახურება. ის რომ ეკლესიის ირგვლივ ერთიანობა, გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ დავწმუნდი. როდესაც ძველით ახალ წელს საპატრიარქოში შევხვდით პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე. გუშინ საპატრიარქოში გაერთიანებული იყო მთავრობა, ხალხი და ეკლესია. ასეთი ერთობის შექმნა მხოლოდ ილია მეორეს ხელეწიფება. გისურვებთ, რომ ეს ერთიანობა მთელი წელი გაგვყვეთ. მსოფლიო პატრიარქმა და მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებმა თბილისი უკვე დატოვეს.